დავიწყოთ გიორგი მიქაუტაძის, რადგან ქრონოლოგიურად ისტორიის სწორედ ლიონის თამაშით გაიხსნა და შორზმა მოახერხა და არც ამ შეხვედრაში დატოვა მოედანი უგოლოდ. მართალია ეს ყველაფერი პენალტის წყალობით გამოვიდა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? 97-ზე მიქაუტაძემ კარგად დაარტყა და ყველას დაავიწყა. იმედი გვაქვს ყველას დაავიწყა პირველ ტურში ის გაფუჭებული 11 მეტრიანი, როცა მანდან და მაჯობა. მაშინ ქართველის მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა, ახლა კი გიორგი მიქაუტაძე იმდენად ბრწყინვალედ გამოიყურება, რომ ავტორიტეტულ მედია გამოცემა SoFood-ში ასეთ სტატიასაც შეხვდებით. რა სიტყვით იმაზე, თუ შემოგთავაზებთ იდეას, გიორგი მიქაუტაძე ახლა მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია. და სტატიაც ძალიან ორიგინალურად იხსნება, არა ნორვეგიელი, არა ფრანგი, ანაც ბრაზილიელი, ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ქართველია. და როგორი სასიამოვნოა ამ ყველაფრის საკითხვა, მერე ჩამოთვლილია იმ მატჩების სერია, სადაც გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, მოედანი უგოლოდ არ დატოვა, ერთმანეთზე ლამაზი ბურთები გაიტანა, თანაგუნდელები საგოლე გადაცემებით მოამარაგა და ასე შემდეგ. მერე უკვე გიორგის აი ამ სტატისტიკაზეა ყურადღება გამახვილებული, გოლი ყოველ 67 წუთში, რაც ფანტასტიკური რეზულტატია და შეჯამების სახით კიდევ ერთხელ აი ეს თეზისი ძალიან მკაფიოდ ისმის. სოფლიოს საუკეთესო ფორვარდი ახლა გიორგი მიქაუტაძეა. ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია, ამას SoFood-ის ერთ-ერთი მესვეტე გვთავაზობს და ჩვენ ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვიღებთ.